მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავი მოვაწონოთ. რომელი უფრო მოგწონთ, ზიტა თუ გიტა? ზიტა და გიტასთან შესახვედრად ინდური ცეკვის ანსამბლი ემზადება. ავტოგრაფის მსურველები და ინდური კინოს თაყვანისმცემლები საყვარელ მსახიობს ელიან. 400 კასეტა მაქვს და 200 დისკი. გიждები მაგაზე. ყველაზე მეტად მიყვარს ზიტა და გიტა. წოუტუშკა, ტალსტუშკა, ალბათ ყველას ახლოს ეგ და რა, ყველა ფილმი მიყვარს. ჰაჯი ჰა მენე შერაბ პი ჰე. ჰაჯი ჰა მენე შერაბ პი ჰე. 1972 წელს გადაღებული ფილმიდან ზეპირად იციან სიმღერები და ტექსტები. კარგად ახსოვთ ტყუპების ზიტას და გიტას ისტორია, რომელსაც ერთი მსახიობი ჰემა მალინი ასრულებს. სწორედ მის გამოჩენას შეხვდნენ ოვაციებით. ჰემა მალინი საქართველოში პირველად ჩამოვიდა 200-მდე ფილმში მონაწილეობს, არის პროფესიონალი მოცეკვავე. 2003 წლიდან პოლიტიკოსი გახდა და ინდოეთის პარლამენტის წევრია. ძალიან მომწონს თქვენი ცეკვა. რა გქვია შენ, ნინო? შენ უნდა წამოხვიდე ინდოეთში და მონაწილეობა მიიღო შოუში ინდოეთს ყავს ტალანტი. თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაცნობაა. ინდური კინოს მცოდნე დავით ბეჟიტაშვილი მსახიობს ერთი თვის წინ ინდოეთში შეხვდა და საქართველოში დაპატიჟა. ვიზიტიც მალევე დაიგეგმა. 2 საათით ადრე დავწერე Facebook-ზე სტატუსი და ვინც მოასწრებდა მოსულიყვნენ რომ მათი ბავშვობის, მათი ცხოვრების ოცნება ასრულებოდათ და ეს რომ მოახერხე ძალიან მეხარია რომ აი ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ მათ. ინდური კინო რომც არ უყვარდეს და აი ესეთი თავგადაკრული ფანი რომ არ იყოს, ზიტა და გიტა ყველა მიცის. ამას რო იტყვი, უკვე ყველას ექნება წარმოდგენა თუ ვიზია საუბარი. ჰემა მალინი ბავშვობიდან ცეკვავდა, მსახიობობაზე არც ფიქრობდა. სცენაზე კინოპროდიუსერებმა იხილეს და მისით დაინტერესდნენ. 14 წლის ვიყავი, ჯერ სკოლაში ვსწავლობდი. ჯერ მოცეკვავის როლი მომცეს, შემდეგ კი რაჯ კაპურმა შემამჩნია. სპეციალურად მოვიდა და მასთან ერთად ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ის დიდი ვარსკვლავი იყო და აქედან დაიწყო ჩემი გზა კინოინდუსტრიაში. სახელი მალე გაითქვა დაჩაგრული ზიტას და გამბედავი გიტას როლით. მას შემდეგ ახლაც ხშირად ეძახიან პერსონაჟების სახელებს. უკვე 8 ფილმში მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ რატომღაც ეს ძალიან პოპულარული გახდა. 2 როლი მქონდა და დაახლოებით 8 თვე ვიღებდით. ხასიათით რომელს გავარ არ ვიცი, მაგრამ ორივე საინტერესო გმირი იყო. მახსოვს სპეციალურად მწვრთნიდნენ საბრძოლო სცენებისთვის. რა თქმა უნდა, ხმლით მართლა არ ჩხუბობდი, მაგრამ ქორეოგრაფიულად იყო დადგმული და თან სასაცილო უნდა ყოფილიყო. არანაკლებ პოპულარული გახდა ფილმი შურისძიება და კანონი, სადაც მისი პარტნიორი თარმენდრა იყო. ამ ფილმში ერთი ეპიზოდია. ვცეკვავ და ბოთლის ნამსხვრევებს მიყრიან ძირს. ჩემი პერსონაჟი კი ცეკვას აგრძელებს იმისთვის, რომ საყვარელი მამაკაცი გადაარჩინოს. მე მგონია, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, როცა შეყვარებულია. არ არსებობს ზღვარი. ამას აჩვენებს ეს სცენა და ამიტომ მოსწონთ ალბათ. ჰარმენდრას დაუკავშირდა მისი პირადი ცხოვრებაც, ეკრანულმა წყვილმა ოჯახი შექმნა და ახლა 2 შვილი და შვილიშვილი ჰყავს. ჩემი ქმარი მგონი 300-მდე ფილმში გადაიღეს. ეკრანზე წყვილი 25 ფილმში მაინც ვიყავით. ხალხს მოსწონდა ჩვენი ერთად დანახვა და გთხოვდნენ კიდეც ერთად მიგვეღა მონაწილეობა. 1979 წელს საბჭოთა კავშირისა და ინდოეთის ერთობლივი ფილმის ალი ბაბა და 40 ყაჩაღის გადაღებაზე გაიცნო სოფიკო ჭიაურელი, რომელიც ალი ბაბას დედის როლს ასრულებდა. მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს. უფრო მეტი სცენა ჩემს მეუღლესთან ჰქონდა. მე და სოფიკომ 2-3 ეპიზოდი ვითამაშეთ ერთად. მაშინ ბევრი ვიმოგზაურეთ ტაშკენტში, დუშანბეში. კარგი იყო, მაგრამ ერთი ის მახსოვს, საკვებზე გაგვიჭირდა. ჩვენ ვეგეტარიანელები ვართ და ერთი თვე მარტო საზამთროს გვაჭმევდნენ. არქივში ინახება სოფიკო ჭიაურელის მოგონებაც, მსახიობი იხსენებს, როგორ ხვდებოდნენ ინდოელ ვარსკვლავებს თაყვანისმცემლები. მე ჰემა მალინა ერთად მივდიოდით ხოლმე მივყავდით გადაღებაზე და ვიღაცა გამვლელმა დაინახა რომ თარმენდრა. და რა მოხდა ესე იგი? ეს მიკროავტობუსი კინაღამ გადაატრიალეს. რო არ გასულიყო, ის დაატრიალებდნენ, დაუწყეს, სუშების ის დაიწყეს გატეხვა. სულ დააფხრიწეს, ნაკუც მიკუნდათ.
შესანახად რაღაცა იმისი ტანსაცველი. ჰემა მალინის მართლაც ასე ხვდებიან, იკეტება ქუჩები და პატივისცემის ნიშნად ყვავილებს აყრიან. მისი საარჩევნო კამპანიის დროს ათასობით ადამიანი იკრიბებოდა, ახლა ინდოეთის მმართველი პარტიის წევრი და არჩეული დეპუტატია. პოლიტიკამ ბევრი სირთულე და კრიტიკული შეფასებებიც მოუტანა, თუმცა თავად გამოწვევებს არ უშინდება. ჩემს რეგიონში არა აქვს წყალი, გზა, ელექტროენერგია, უამრავი პრობლემა, ხალხი იტანჯება სიღარიბისგან. როცა ამირჩიეს, ფიქრობდნენ კინოვარსკვლავი ამან რა უნდა გააკეთოს, ეს აქ აღარ ჩამოვაო. ყოველთვე ჩავდივარ სოფლებში, ვცდილობ რაიმე შევცვალო. ვიცი ხალხს უყვარვარ და ეს ერთადერთი საშუალებაა ამ სიყვარულისთვის მადლობა გადავუხადო. თუმცა უამრავი სირთულეა. მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, ეს გაგვიკეთე, ის გაგვიკეთე. ვცდილობ მაქსიმალურად ყველას გავწვდე. მორწმუნეა და ხშირად ასრულებს საღვთო რიტუალებს. პატრიარქთან შეხვედრაზე, როგორც ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელი მივიდა. ჰემა მალინი ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია და ქართველმა სასულიერო პირებმა შუამდგომლობა ინდოეთში დაცულ ქეთევან-წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებაზე სთხოვეს. შეხვედრის ბოლოს გადაწყვიტა ინდური ლოცვის რიტუალით და მოძრაობებით გადაეხადა მადლობა. ამის გამო მოგვიანებით ქართულ სოციალურ ქსელში კრიტიკაც დაიმსახურა. მსახიობობის და პოლიტიკოსობის პარალელურად ინდური ტრადიციული ცეკვის შემსწავლელი სკოლა აქვს. მასპინძლებმა ქართული ნაციონალური ბალეტის გასაცნობად სუხიშვილების რეპეტიციაზე მიიყვანეს. ძალიან მინდა დაგპატიჟოთ ინდოეთში. ასევე მინდა ჩემი მოწაფეები გამოვაგზავნოთ თქვენთან, რომ ეს არაჩვეულებრივი ცეკვა იხილონ. მოხიბლული ვარ ენერგიული ქართული ცეკვებით. დაინტერესდა საცეკვაო კოსტიუმებით და ქართული ცეკვის ისტორიით. საქართველოდან ხელცარიელი არ წასულა, ღამის თბილისში გასეირნება გადაწყვიტა. მიღებულ საჩუქრებთან ერთად რამდენიმე მოსესხამი შეიძინა. დაათვალიერა ძველებური ხალიჩები, იყიდა სუვენირები და კერამიკული ნაკეთობები. აღმოჩნდა, რომ საქართველოდან თაყვანისმცემლები მუდმივად უგზავნიდნენ საჩუქრად ნახატებს თბილისის ხედებით, რომლებსაც ახლაც ინახავს. თავად ამბობს, რომ ჰოლივუდზე არასდროს უფიქრია და ბოლივუდში თავს ბედნიერად გრძნობს. კარიერის დასაწყისში ოცნების გოგონა შეარქვეს და ახლაც ასე მოიხსენიებენ. ბოლოს ცეკვის მოძრაობები აგვიხსნა და გითხრა, რომ ჟესტებით საუკეთესოდ გადმოსცემს მიღებულ შთაბეჭდილებებს. ამ მოძრაობებით სპილოს სიძლიერეს აჩვენებ. მისი ეშვი, ხორთუმი, დიდი ყურები და მუცელი. ის ანგრევს ყველა წინააღმდეგობას, ყველა მოძრაობას თავისი მნიშვნელობა აქვს. ასე მეგეუბნებით, რომ მე მიყვარს საქართველო. მე მიყვარხართ და სიყვარული გულიდან მოდის. თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია, ძალიან კარგია.